ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას, ეს არის უდიდესი დღესასწაული თითოეული ქრისტიანისთვის, თითოეული ჩვენი ქვეყნის შვილისთვის და თქვენ ხედავთ როგორ მრავლად არის დღეს მრევლის სვეტიცხოვლის ტაძარში, რაც რა თქმა უნდა ყველას გვავსებს იმის იმედით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. რწმენაში სიძლიერე არის მთავარი საწინდარი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ ერთხელ მინდა, რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს ეკლესიას, თითოეულ სასულიერო პირს და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უწმინდეს და უნიტარეს, სწორედ მისი ღვაწლის დამსახურება ის, რომ დღეს ასეთი საზეიმო განწყობაა სვეტიცხოველში, რომ ძლიერია ჩვენი დედა ეკლესია და ეს აძლიერებს რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას. ახალი ინიციატივა განცხადება საკონცერტების საკონცერტო კომისიის დასკვნა და გადაიცემა საკონცერტო რეალურად ყველა ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში უკვე მომზადება საბოლოო სარჩელი და სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ დღეს ჩვენთან პოლიტიკურ სისტემაში არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მუდმივად მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება და ზუსტად ამის გამოხატულება ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. მეორე ინიციატივა პიროტექნიკის დაკრძალვა, ნიღბების დარება, ქუჩის გადაკეთვა, ეს ცვლილებები რას მოიტანს და რა გაჩვენათ ზოგადად ქუჩის პროტესტში? რომ პროტესტის უფლება აღარ აქვს ადამიანებს. რეალურად ყველა შეუძლია გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში. მაგრამ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ისე როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ამბობს ერთ რამეს, რომ თუ შენ არ ხარ საკმარისად წარმოდგენილი შენ პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს, ხო? მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აცხადებს იმას, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაგედად, მათ პატივი უნდა სცენ სხვა ადამიანებს, საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. თუმცა ხედავთ, რომ აქამდე მოქმედებდა ჯარიმები, ეს ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისამართლის კანონმდებლობაში, იმისათვის, რომ უმცირესობამ, უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობას, ხო? ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება. შეხვედრა არის ხვალისთვის დაგეგმილი, ჩვენ ყველა თემაზე გვექნება, რა თქმა უნდა, საუბარი. საკრასკომას მინისტრი ჩამოდის ამ შემთხვევაში EUTHO-ს ეგიდით და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია EUTHO-სთან თანამშრომლობა, რასაც უხდილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ შარშან EUTHO ODIHR-მა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ამის გამო EUTHO-ს თავს დაესხა. არ მარტო შიდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ თავს დაესხნენ ასევე მათი უცხოელი მფარველები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ გზავნილს EUTHO-სთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეს თანამშრომლობა, უთხრეთ იქნება სრული ღიაობა ჩვენ მხრიდან. საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის და შესწორებები გაითვალისწინეს, ჩვენი ქვეყანა გადავიდა უმაღლეს კატეგორიაში უკრაინასთან ერთად, რასაც მიუთითებს კონფრენციაში. ერთი პირველ რიგში ჩვენი დელეგაციის წევრებსაც მინდა მადლობა გადავუხადო და ასევე მინდა გადავუხადო ასამბლეის ყველა იმ წევრს მადლობა, რომელმაც გაითვალისწინა შესაბამისი ცვლილებები, რაც ობიექტურ რეალობას ეფუძნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო საპარლამენტო ასამბლეასთანაც თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება. თქვენ ესეთ რომ გასული 4 წლის განმავლობაში
განმავლობაში და უკვე მეხუთე წელია საქართველოს აღენიშნება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც აისახა პირდაპირ რა თქმა უნდა სიღარიბის მაჩვენებელს და განახევრებულია ამ 4 წლის განმავლობაში სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი 9.4%, თუმცა რა თქმა უნდა ამითაც ვერ დაკმაყოფილდებით, ჩვენი მიზანია სიღარიბის ბოლო დაღმოხრა ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად ეს ინდექსი, ეს რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ წინსვლა არის შთამბეჭდავი, თუმცა არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას, ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს რა თქმა უნდა სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში. იგი სარჩელი თითქმის არ შევა და ეს სარჩელი ეფუძნება საგამოძიებო კომისიის დასკვნას, მაგრამ ჩვენ ან ვისე გავრცელდება ან სარჩელი ან ეს კანონი რომელსაც ახლა პარლამენტი მიიღო. ეს ახლა არიან თუ აი. მოდით სრულ სიას იხილავთ თქვენ იმ დღეს, როდესაც შევა ოფიციალურად სარჩელი, რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს. პრინციპი არის შემდეგი. პირველი, ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამოდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი და არჩევნზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. სამომზადებთან დაკავშირებით კითხავთ, იგი საუბრობს, რომ წინასწარ იყო მომზადებული ყოფები და ამას რომელსაც თქვენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად მოიაზრებთ, იმიტომ რომ მაშინ და მე სხვა პარტიაშიც იყვნენ და სხვებზეც ვრცელდება, ანუ დიახ, რა თქმა უნდა, ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით, როდესაც არჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კითხავთ, ბატონო ირაკლი. ისინი მათაც გავრცელდება. მოგება საქმეზე მიმტაცი ხო თუ შეიძლება. არა, ყველა როგორ, ვინც საბოტაჟში იყო ჩართული, ვინც იყო ჩართული საბოტაჟში მთელი ამ წლების განმავლობაში, ვინც არასვენებდა ამ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყველაზე გავრცელდება. ბატონბრები, მე მეკითხოთ მორიგ მოგებულ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით ესახება კომპენსაციებს აგვისტოს ომში დაზავერებულებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ მუდმივად პრესის აპირებობა და ხელისუფლება მაგალითად რუსეთს და ასე შემდეგ. თუმცა ეს საქმე პირველი არ არის, რომელიც ჩვენ სტრასბურგში მოვიდა. ეს ნიშნავს ის, რომ თქვენ იცით, რომ ყოველ ჯერზე როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მათ შორის რუსეთთან მიმართებით, როდესაც საქმე ეხება სიმართლის დადგენას, შეშმარიტების მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე ჩვენ მოვიგეთ საქმე ჰააგის სასამართლოში სწორედ ჩვენი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულების შედეგად. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კითხავთ, იგი აღნიშნავს, რომ წინასწარ იყო მომზადებული ყოფები და ამასთან ერთად ოპოზიციის ნაწილზეც საუბრობს, რომ ამ სცენარის განხორციელებაში შესაძლოა ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ყოფილიყო ჩართული. ამ განცხადებას მისცეს როგორ აფასებთ, მათ შორის ახლა რომ დაპირისპირება მეტად ღვივდება ოპოზიციის ნაწილს. დამხობის ცდელობა რომ ყოფილიყო წარმატებული, სალომე ზურაბიშვილი ხედავდით, რომ გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა მისთა სამწუხაროდ ეს ცდელობა ჩავარდა და ახლა ცდილობენ რაღაცნაირად თავი გაემართლონ. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო, შეუძლიათ ელაპარაკონ რამდენიც სურთ. თავარია რომ დამხობის ცდელობა ჩავარდა, გასული 4 წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 5 მცდელობა და 5-ვე ჩავარდა. ამით რა თქმა უნდა დამწუხრებულია სალომე ზურაბიშვილი და ახლა ცდილობს რაღაცნაირად გაემართლოს თავი. ახლა ცდილობენ რომ ნაციონალური მოძრაობის მაღალ ჩინოსნებსა და ძალადობრივ აქციას შორის კვალი გააქრონ. რატომ ცდილობენ ამას და როგორ ხედავთ თქვენ ამას? ძალადობრივი აქციას არა შორის? ძალადობრივი აქციების დაგეგმასთან დაკავშირებით ახლა ცდილობენ რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალ ჩინოსნებს ყველას არავის არ უნდა მოხდეს ციხეში, შესაბამისად ისინი იმიჯნებიან საკუთარ თანამებრძოლებს, სინამდვილეში ესენი იყვნენ თანამებრძოლები. ხო ერთად გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას, ერთად გამოდიოდნენ შესაბამისი მოწოდებებით. ახლა როცა ჩავარდა იმ ცდელობა, რა თქმა უნდა, არ სურს არავის ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს. აქედან გამომდინარე იმიჯნებიან მაქსიმალურად იმ ამბოხების ცდელობას, დამხობის ცდელობას, რომელიც მათ მიერვე იყო დაანონსებული. LGBT სტრატეგია დაამტკიცა, თუ შეიძლება დავასრულოთ. კავშირში მყოფი პირები დააკავეს, გუშინ სუსში ვიხილეთ ბრიფინგი.
სავარაუდოდ აღკვეთილია დანაშაული, რაც გაჩვენებთ თქვენ ეს საქმე. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია მაქსიმალურად იმისათვის, რომ აღმოფხვრას ნებისმიერი დანაშაული, ნებისმიერი ტიპის დანაშაული და მიმართულებით ჩატარდა კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია. ამისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ იყო დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია და ეს ყველაფერი შედგა წარმატებით. LGBT სტრატეგია და ამბიცია ბატონო შეიძლება გახდა ისე პატრიარქოში დაბარებული, თუმცა დასტური მას არ განუცხადებია, რაზე მიუთითებს მის გამონათქვამებთან დაკავშირებით არის. მე არ ვიცი, ვიდრე მას აქვს სასულიერო პირის სტატუსი, მე არ გავაკეთებ არავითარ კომენტარს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავალოდოთ იმას, როგორ იქნება თავად ეკლესიის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, რუსთაველის გამზირზე რომ პროტესტი აღარ იყოს, კიდევ ერთი კანონი მიიღება, ეს უკვე ჯარიმასთან ერთად დაკავებას ითვალისწინებს პირებს, რომლებიც გადავლენ სალოურ გზაზე, ნიღბის ტარება არის აკრძალული კონსტრუქციის მოწყობა. ეს არის თქვენი პასუხი პროტესტზე ქვეყანაში. ასე გაწუხებთ ამდენდღიანი პროტესტი. საზოგადოებაა შეწუხებული. ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული. რაც შეეხება პროტესტს, მთელი საზოგადოება, მათ შორის 1,100,000-ზე მეტი ადამიანი, რომელსაც ხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე, საზოგადოება არის ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, ძალადობს მის ეკონომიკაზე. გეტყვით. მე ამ ადამიანებს უთხარი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს. როდესაც იკრიბები სათანადო რაოდენობით კეთილი უნდა ინებოდა, უნდა დარჩეთ ტროტუარზე. მისკერაფერს ვამბობთ. საზოგადოება მისკერაფერს ითხოვს. როცა ხარ 50 კაციდან 100 კაცი, თუნდაც 300 კაცი შეგრებელი, კეთილი უნდა ინებოდა, დარჩეთ ტროტუარზე. ხო, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ეს საზოგადოების მოთხოვნა ახლა ისახება კანონში. ევროკავშირმა დაამტკიცა თქვენ არა ერთ სამით არა ეს საერთაშორისო სტანდარტებზე აქვს საუბარი. თქვენ თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 100 და 150 კაცის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში, ერთს თუ დამისახელებთ, მაშინ მე დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტი, მაგრამ მე გარწმუნებთ, როგორც იურისტი მათ შორის, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ევროკავშირმა დაამტკიცა 26 კმაყოფილება, რომ პროტესტი არ იყოს ქვეყანაში და თქვენ ზღუდავთ პროტესტს. ანუ განაპასუხოთ კანონის ფარგლებში, ხო რითი უნდა უპასუხოთ, კაცო, რა სიტყვენ ესენი მოძალადეების გათავისუფლებას, რიგარეში არჩევნებს, დემოკრატიული არჩევნების გამეორებას. მოძალადეების დასჯას ითხოვენ. არა, მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ ისინი, ხო? მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და არჩევნების ჩატარებას რა უნდა გავითვალისწინოთ, ერთი თუ მეორე? მოძალადეების დასჯას ითხოვენ მათ შორის. არა, ისინი ითხოვენ მოძალადეების. და იყო აბსურდი, კაცო, ძალადობა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში დაგვესისმრა ყველას. ისინი არა, ეხლა ნუ გაიქცევით იმას, რასაც გეუბნებით, ხო? მოძალადეების, როდესაც მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და 50 კაცით ქუჩას კეტავენ, აქ უნდა მიყვეჩვენ საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესებშია სიმშვიდე, საზოგადოების ინტერესებშია ის, რომ ქვეყანა მშვიდად განვითარდეს და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი. ევროკავშირთან დაამტკიცა 2026 დელეგაციის ახალ კატეგორიაში. კავშირმა დაამტკიცა 26-30 წლების LGBT სტრატეგია, რომელიც მოიცავს სქესის შეცვლის, ასაკისა და ზღვარის დაწევას და სანქციები იქნება იმ შემთხვევაში, თუ კი მაგალითად რომელიმე ქვეყანა ამას არ გაითვალისწინებს, აი ეს რომ შევაფასოთ, რამდენად მისაღებია მსგავსი სტრატეგია ევროპაში. ახლა არც ვიცი ამას რა შეფასება უნდა მივცე, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე, ხო? თქვენ ხედავთ როგორი კატასტროფისკენ მიექანება ევროპული ბიუროკრატია, უბრალოდ ევროპული ბიუროკრატია, როგორც ცდილობს კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება. ხო, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ რა თქმა უნდა ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დაუპირისპირდეთ, როგორც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ხო? ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ასეთი პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ნატოს საპარლამენტო დელეგაციასთან დაკავშირებით დავაზუსტებ, ქართული დელეგაციის ახალ კატეგორიაში გადაყვანა რამდენად არის მნიშვნელოვანი? Ну, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დელეგაციას ეკუთვნის ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის, წარმატებული მუშაობისთვის და ასევე რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის
აქტიური მუშაობა და დონის ამაღლება ბუნებრივია ამას ძალიან შეუწყობს ხელს და მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. კანონზე გითხავთ კიდევ ერთხელ, ოღონდ ეს ეხება უკვე ფინანსურ დანაშაულს. პირი ვერ დაშავდებული, ვერ დატოვებს ქვეყანას, ვიდრე არ მოხდება საკითხების ამოწურვა. ეს არის გათვლილი ბაჩიაშვილზე და ჯუან შერბურჯულაძეზე, რამ განაპირობა კანონის ასე გამოსვლა. არა, გვარები არაფერ შუაშია, ზოგადად ეს პრინციპი ისეაც მოქმედებს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგალითად მოქალაქეობაც კი შეიძლება ვერ დატოვოს ადამიანმა, თუ მას აქვს ფინანსური ვალდებულებები, როგორც საჯარო მიმართულებით, ასევე კერძო მიმართულებით და ამ პრინციპის გაგრძელება ისულებები, რომლებიც აისახა უკვე კონკრეტული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, ხო, როგორც არის თაღლითობა და ასე შემდეგ, ხო, აქ გვარები არაფერ შუაშია. აქ არის პრინციპი იმიტომ რომ ერთი კანონი ბაჩიაშვილის ინსპირაციით იყო. რეალურად ეს არ არის საინტერესო, მთავარია რომ სწორი პრინციპების საფუძველზე შეიქმნა ჩვენი კანონმდებლობა. დავაზუსტებ ოქტომბერზე, შეიძლება მეკითხებოდა და მე ვთქვა. დავაზუსტებ კონკრეტულად ის, რაც რა მოვლენებიც განვითარდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? თქვენი შეფასება რომ გითხრათ ამ შემთხვევაში? ნუ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დანონსებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მორალური ყველას, ვინც მივიდა იმ აქციაზე, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მიდიოდა დამხობის აქციაზე, ხო? და ახლა გაურბიან ამ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება უკლებლივ ყველა იმ ადამიანს, 5-7 ადამიანი იყო შეკრებილი, ყველას ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს სურდათ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, რაც არ გამოვიდათ. მორალური პასუხისმგებლობა ასეთია, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული. ბატონო ირაკლი, ყოფეს მინდა დავუძღვნა ისევ ათონელის სასახლის რამდენიმე დღის წინ ჩვენ კი ვისაუბრეთ, მაგრამ რატომ მოხდა სპეცრაზმის შედარებით გვიან გამოსვლა შენობიდან, როცა ოპერატიული ცნობა თქვენ უკვე გქონდათ და ამბობთ, რომ შესსიდან და სუსიდან იღებდით, ასევე დამხობის მოწოდებად მიიჩნიეთ განცხადებები, რომელიც თავისუფლებაზე გაკეთდა და თქვენ აცადეთ ღობის მორღვევა აქციის მონაწილეებს და შემდგომ გამოიყვანეთ სპეცრაზმი. სად იყო თქვენი მხრიდან დანაშაულის პრევენცია, თუ კი ამ დანაშაულს უკვე ხედავთ? ჩვენ მქონდა საერთო მიდგომა, რომ ყველა შენობაში შიგნით უნდა ყოფილიყვნენ მობილიზებული სპეცრაზმის წარმომადგენლები და ჩავრევა უნდა მოხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები გადავიდოდნენ ძალადობაზე. თქვენ ნახეთ, რომ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე და ძალადობის პირველი აქტი იყო ღობის მორღვევა, როგორც კი ღობე მოარღვიეს, ჯერ ჩაერია სახელმწიფო დაცვის სამსახური და მერე მაშინვე გაამაგრა სახელმწიფო დაცვის სამსახურის სპეცრაზმმა. ხო, ეს იყო მოვლენების განვითარება, ყველაფერი წარიმართა ჩვენი ტაქტიკის შესაბამისად. კიდევ ერთხელ, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე, აქციის მონაწილეები მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი. ჩვენ ვინახავთ სხვა აქციებზე სპეცრაზმის წკრივებად, მათ შორის წყლისჭავლი და მაშინაც ანუ იმ ღამესვე ლეონიძის ქუჩაზე არ იყო ძალადობა, მაგრამ განალაგეთ სპეცრაზმი და იქ რატომ არ განალაგეთ, როცა ხედავდით, რომ აქციის მონაწილეები ათონელის რეზიდენციასთან მოდიოდნენ? ეს იყო 4 ოქტომბრის ტაქტიკა. წინ ჩარევა უკვე? ეს იყო 4 ოქტომბრი, არა, ჩარევა არ არის, შეიძლება და ასეც ყოფილიყო. 4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი. ჩვენ გადავწყვეტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე. ეს იყო ჩვენი ტაქტიკა და თუ ნახავდით პრევენცია შესსის არა, შეიძლება ნახეთ, როცა სპეცრაზმი გარეთ არის გამოყენილი, ამ შეიძლება წაახალისოს პირიქით ძალადობა. ამიტომ ჩვენ ავრჩიეთ სხვა ტაქტიკა, ხო? ჩვენ ავრჩიეთ ტაქტიკა, შიგნით იყო განლაგებული ყველა შენობაში სპეცრაზმი და როდესაც კონკრეტული მონაწილეები, აქციის მონაწილეები გადავიდნენ ძალადობაზე უკვე პრეზიდენტის სასახლესთან, მაშინვე ჩაერთო სპეცრაზმი საქმეში. აი როგორც იურისტი გითხავთ, რომ როგორ შეიძლება ერთი ბრალდება, ერთი მუხლის ბრალდება ჰქონდეს ყველას განურჩევლად ქცევისა რა ძალიან მარტივია. ადამიანების მხრიდან. ეს ხო კოლექტიური დანაშაულია. შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ინსტიტუტის ხელში ჩაგდები. იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე. ფიზიკურად, იმიტომ რომ ნახეთ, ეს სტანდარტი ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიასროს. იგივე ქუჩის გადაკეთებასთან დაკავშირებით. როდესაც ჯამში აქციის მონაწილეები კეტავენ ქუჩას, მნიშვნელობა არ აქვს 50 კეტავს და 50 ტროტუარზეა თუ პირიქით, ხო? ყველა არის უკანონობის თანამონაწილე. იგივე ხება ძალადობასაც. გინდა შენ დროშას აფრიალებდე, გინდა ისე იდგე. საერთოდ, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე, აქედან გამომდინარე სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეს. დანაშაულის
მიწების პროვოცირება მოხდა თუ არა, თუნდაც იმით, რომ ჯებირი, რომელიც ათონელის რეზიდენციასთან იყო, შეიძლება მას არ ქონდა დამცავი ეფექტი თუ დაცვის მექანიზმი თუ ასე შემდეგ, როგორც ამბობთ ხოლმე, მაგრამ არ იყო სრულყოფილ მდგომარეობაში ათონელის. მე გერჩევთ ამ აბსურდიდან გამოხვიდეთ მართლა საოცრება, რასაც ცდილობთ. ეს არ ამართლებს დანაშაულს ბატონო ირაკლი, თუმცა თქვენი მხრიდან არა, გამართლებაზეც არ არის გასაუბარი. ღობეზე ჯებირი რა მდგომარეობაშია? ჩვეულებრივ თუნდა დაგეცვათ, თუნდა ჯებირი იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში, შეგიძლია ჩაატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნებისმიერ ჭიშკარს შეგიძლიათ მიადგეთ, ნებისმიერ რკინის ღობეს შეგიძლიათ მიადგეთ, იგივე რაოდენობის ადამიანებით და ნებისმიერი მსგავსი ზომის ჭიშკარს გადაანგრევთ. ეს არის საგამოძიებო ექსპერიმენტი და რაზე გინდათ ახლა ვისაუბროთ? 4 წამში შეგვიძლია საგამოძიებო რამდენიც იქ იყო, საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი ბარიერი გადაანგრიოს. სპეცრაზმით მოხდა თუ არა დანაშაულის პრევენცია? იმ მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის პრევენციას რა მომენტში გვაჩვენებს ბატონო ირაკლი? ტაქტიკა ერთია, მაგრამ ძალადობის მოწყობა თუ დაინახეთ. თქვენ გახსოვთ 5დღიანი ძალადობა როცა იყო 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, მაშინ ტაქტიკურად სპეცრაზმი იყო გარეთ განლაგებული და თქვენ გახსოვთ რამდენმა სპეცრაზმელმა მიიღო უშუალოდ მაშინ ფიზიკური დაზიანება, ხო? როცა გინდა ძალადობა, შეთვის მნიშვნელობა არ აქვს სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ არის, ხო? ტაქტიკური გადაწყვეტილება არის ჩვენი მისაღები. გარეთ რო ყოფილიყო სპეცრაზმი, რა თქმა უნდა, დაიწყებოდა პირველ რიგში ძალადობა სპეცრაზმელების წინააღმდეგ. ჩვენ მივიღეთ ტაქტიკური გადაწყვეტილება, ამ დროს ისინი გადავიდნენ ძალადობაზე პრეზიდენტის სასახლის მიმართ, საბოლოო ჯამში ეს ძალადობა ჩავარდა. იყო თუ არა ეს თქვენი მიზანი ბატონო ირაკლი? არა, სპეცრაზმელების ძალადობას თქვენ არჩიეთ ისეთი ტაქტიკისთვის მიგემართათ, რომ შემდგომ უკვე ბრალდებები ყოფილიყო სახელმწიფო ინსტიტუტის ხელში ჩაგდების დამხობის. სპეცრაზმი, ნახეთ, ეს ადამიანები ხო ჩავიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან. რო დაპირისპირებოდნენ ჯერ სპეცრაზს და მერე სასახლეს, ან მარტო სპეცრაზსაც, ესეც იქნებოდა თავდასხმა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სასახლეზე. თქვენ გახსოვთ მაგალითად 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში ეს ადამიანები თავს ესხმოდნენ სპეცრაზს და შესაბამისად პარლამენტის სასახლეს. ამიტომ ეს არ იქნებოდა არავითარ შემთხვევაში დამზღვევი ამ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ როცა ძალადობს სპეცრაზზე იმისათვის, რომ გინდა შეიჭრე პრეზიდენტის სასახლეში, ამით ძალადობს შენ პრეზიდენტის სასახლესაც. ამიტომ ვერანაირად ვერ გაგათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან ეს ყველაფერი თქვენ, ხო? ანუ რეალურად ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის დელობა, რომელსაც ღიად უჭერდნენ ხარს კონკრეტული ტელევიზიები. როცა ვამბობთ და როცა გესმოდათ მშვიდობიანი რევოლუცია იგეგმებოდა, იყო თუ არა თქვენთვის მოსალოდნელი, რომ აქციის ორგანიზატორები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ რომელიმე ინსტიტუტის შენობასთან მისულობენ და მათ შორის ათონელის სასახლე იყო თუ არა თქვენს წარმოდგენაში სასახლე, რომლის აღების თუ დამხობის მცდელობა ექნებოდა. ჩვენ გამაგრებული ქონდა ყველა შესაბამისი შენობა. ყველა შესაბამისი შენობა. მიეცით ანუ ბატონო ირაკლი. ის საშუალება მივეცით, რომ შევიდა ვინმე პრეზიდენტის სასახლეში. ღობე გადაანგრიეს, სასახლეში ვერ შევიდნენ, იმიტომ რომ სპეცრაზმი დროულად ჩაერია. ამიტომ ჩვენ გამაგრებული ეს ახლა ინგა გრიგოლიას სტანდარტით მიიჩნევა და ახლა კიდევ ერთხელ ნუ დახვალთ ვინ იურისტები, ახლა ვიცი გვარი მითხარი და გეტყვით რომ არ არის იურისტი. თბილისის ყოფილი პროკურორი მაიამ წარიაშვილი რანაირი იურისტია ეს რანაირი იურისტი წარიაშვილია ახლა და ეკა ბესელი არ გამახსენებთ. ინგა გრიგოლიას და ეკა ბესელიას დონეზე რაღაცა საკითხები ირჩევა და ამის საფუძველზე კითხვებს ვსვავთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ტელევიზიებში არსებობს კონკრეტულ ტელევიზიებში ინტელექტის პრობლემა, მეტი არაფერი. ამაზე მეტი არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო ამ ყველაფერზე. ასეთ აბსურდში არ შეიძლება ამდენი ხანი იყოთ რა. არ შეიძლება 5 დღეს სისულელეზე ვსვავდეთ კითხვებს წარიაშვილის რაღაცა სისულელების საფუძველზე. ანუ პროექტზე დავასრულებთ. შეიძლება იქ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის ნაწილში იქ მისი პარტიის მოკავშირე პირებიც არის ნახსენები და რა იგულისხმება? თქვა შეიძლება მხარდამჭერებსაც შეუწყდოთ პოლიტიკური საქმიანობა, გულისხმობა კანონპროექტს, რომელიც დაარეგულირებს საქმიანობას. არა, საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება არ ქონდათ უშუალოდ პარტიული სტატუსი, მაგრამ პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული შესაბამის პარტიებთან, მათ შორის შეიძლება დაკავშირებული იყვნენ 9 წლიან რეჟიმთან და ასე შემდეგ. ანუ ასეთი ტიპის კატეგორიის ადამიანები იგულისხმება ამ ჩანაწერში. თუ შეიძლება ერთი კითხვა დამთავრდეს, ბატონო ირაკლი, მაგალითად რაგბის კავშირს რომლის გამგეობის წევრი? ნუ არ ვიცი, ახლა გამოძიება უნდა დაადგინოს რა იყო ბაჩო ახლა
ახალაიას როლი ზოგადად ის ყველამ რო იგრიბებოდნენ მის სახში, არჩევდნენ ამ ყველაფერს, მაკეტი ჰქონდათ იქ გამზადებული პარლამენტის, არჩევდნენ საიდან უნდა შეეტიათ და საიდან არა და ასე შემდეგ, ხო? თუმცა ნუ დარჩენი გამოძება უნდა დაადგინოს ამ ადამიანის შეფასება საზოგადოებას. აქვს დიდი ხანია ჩამოყალიბებული, შესაბამისად, ნუ დიდი ინტერესი ამ კუთხით არ არსებობს, მაგრამ ნუ გამოძება დაადგენს ყველაფერს. ბატონო ირაკლი, რამდენიმე კითხვა მაქვს, მოკლედ არა, უნდა დავასრულოთ რაგბის კავშირს ეზრდება უпроსტად მთავრობა ვალების დასაფარად 10 მილიონ ლარს გამოუყოფს. ეს არის თუ არა თქვენი ოჯახის წევრის თხოვნა, რომ ვალები დაფაროს რაგბის კავშირმა, რადგან გამგეობის წევრი არის მამა თქვენი, როგორც გავიგეთ. და როცა დაფინანსებას ისედაც იღებს კავშირი, რა საჭიროა დამატებით მილიონობით ლარის გადარიცხვა იმისთვის, რომ მათ მოახერხონ ვალების დაფარვა. მამა ჩემი იყო სპორტსმენი და არის წლებია უკვე გამგეობის წევრი და ერთი რიგითი გამგეობის წევრია, ხო? მას არანაირი განსაკუთრებული როლი არ აქვს გადაწყვეტილების მიღებაში, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება დავალიანების დაფარვას, იმის გამო რომ რაგბის კავშირს არ ქონდა დაფარული დავალიანება, მას აღარ ქონდა ახალი ვალდებულებების აღების შესაძლებლობაც. ეს იწვევდა მთლიანად ფედერაციის გაჩერებასა. თუ იმეს უნდა რომ გაჩერდეს რაგბის ფედერაცია, ნაკრებმა აღარ ითამაშოს, კლუბებს დაფინანსება აღარ ქონდათ, კი ბატონო არ დავფარავთ, მაგრამ რეალურად ეს იყო არა საჭირო და მიზანშეწონილი, აუცილებელი იმისათვის, რომ რაგბის კავშირს გაეგრძელებინა ნაკრების და კლუბების დაფინანსება და თუნდაც გავაჩეროთ რა ვიცი. არა, დაფინანსებას ხომ ისედაც იღებდა. არა, ვეღარ გასცევდა ხარჯებს, ანუ იმხელა დავალიანება იყო დაგროვილი 10 მილიონიანი დავალიანება, რომ ახალ ხარჯებს ვეღარ გასცევდა. და კიდევ ერთხელ თუ ვინმე იმის მომხრეა რომ გაუჩეროთ რაგბის ნაკრებს და კლუბებს დაფინანსება, კი ბატონო არ გამოყოფთ ამ 10 მილიონს, მაგრამ სპონსორად არ გამოდიოდა. კი ბატონო, 78 მუხლის ამაღებაზე გოგა ხაინდრავამ წამოყენა, ეგეთი იდეა რომ 78 მუხლი რა საჭიროა კონსტიტუციაში, ჩვენ მაინც არ მივდივართ ევროკავშირსა და ნატოში. საით მივდივართ ამას კითხავთ და თქვენ ამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში. ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია, სხვათა შორის ჩვენი გუნდის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში. აქ რაიმე მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით არც არ იმართება, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. შეგიძლიათ გამორიცხოთ კიდეც სამომავლო ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ, ანუ აქტუალურიც არ არის საკითხი, იმიტომ რომ სულ ყველაფერს თავი დავანებოთ 113 ხმა ჯერდება კონსტიტუციის ცვლილებას, ხო? საერთოდ არ არის აქტუალური, ამიტომ არა აქტუალურ თემას ხელოვნურად გავაქტუალურებთ. ამისთვის ვადამდელი არჩევნები ხო არ არის? არა, არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. ოპოზიციას უნდა რეგარეში არჩევნები, ჩვენ არ გვინდა 28 ოქტომბერს 2028 წელს იქნება რეგარეში არჩევნები. შეიმართება მშვიდობის სამიტი, ბატონო ირაკლი, იქ არიან ჩვენი რეგიონის წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თქვენ რატომ არ მიგიწვიეთ? იქ იმიტომ ერთადერთი ნიშნით ესწრებიან სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის ამ ფორუმს, რომ მათ ჰქონდათ ომი ერთმანეთში. შეგვეძლოთ ჩვენც გვეომბა და დაგპატიჟებდნენ, მაგრამ არ ვიომბეთ. ეს არის ბოლო საქართველოს მოიგო დავა ევროსასამართლოში, ბატონო ირაკლი, რუსეთმა შეიძლება რომ ერთი კითხვა მაქვს, აშკარად სხვა კითხვა მეც. მაგალითად, სიტყვაზე რო ავიღოთ ბაჩო ახალაია ახსენეს, ხო? შეიძლება არასდროს არ იყო ნაცმოძრაობის პარტიის წევრი, მაგრამ პირდაპირ იყო დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან, მათ შორის რეჟიმთან, ხო? ასეთი პირი შეიძლება მოხდეს შესაბამის სიაში. თუ შეიძლება თქვენ ამაზე ისაუბრეთ, მაგრამ ნახეთ ასეთი კითხვა გვაქვს. დავა მოვიგეთ, რუსეთმა უნდა გადაუხადოს საქართველოს ამის გამო, იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ატარებს საოკუპაციო ხაზთან. ომი რომ საქართველოს დაეწყო, რასაც თქვენი გუნდი ამტკიცებს და ომის დანაშაულები საქართველოს რომ ჩაედინა, ეს გადაწყვეტილება დადგებოდა თუ არა ევროსასამართლოში? ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა, ხო? რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, მალობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, არაფერ კავშირში არ არის ომის დაწყების საკითხთან, ეს ყველაფერი თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამას აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. ანუ გასაბობთ ევროსასამართლო რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა, ხომ? ომის დაწყებაზე არა. ჩაიდინა რუსეთმა ევროსასამართლო ამას ამბობს. ხომ რა ომის დაწყებასთან არაფერი შუაში არ არის. ომის დაწყებასთან არაფერი შუაში არ არის. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. მადლობა.